მოგესალმებით, თავისუფლება სინდისის პატიმრებს და მიეცით წამალი ბავშვებს, აქვე თქვენ და ქრისტიან მოსახლეობას მიულოცავ გიორგობის დღესასწაულს. რაც შეეხება ამ საქმეს, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს გადაიქცა უკვე კრიმინალური გარჩევების პოლიგონად, ისეთი ტიპის სისტემად, ისეთი ტიპის რეჟიმად, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება, სასამართლო, პროკურატურა, ნებისმიერი სახელმწიფო უწყება და მათ შორის შავი სამყაროც არის ერთი დიდი კონგლომერატი. იქ ბუნებრივია მოქმედებს სხვა წესები და სამწუხაროდ ჩვენ ვართ ხოლმე თანამოწმენი რაღაც კინოჟურნალივით მკვლელობების, სროლების, გარჩევების და ასე შემდეგ. მით უმეტეს, როდესაც ასეთ საქმეებში ფიგურირებენ არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები, არამედ ერთ-ერთი ფიგურანტი არის მათ შორის საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ხო? როდესაც არის ახლა უკვე შიდა ბრძოლები ქართული ოცნების რიგებში, ზოგს კორუფციის ბრალდებით, ზოგს სხვა სისხლისამართლებრივი დანაშაულების გამო დევნიან, ზოგი მიმალვაშია, ზოგი საერთაშორისო ძებნაშია, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მომპალი არის ქართული ოცნების სისტემა. ასეთი რამ მე მგონი საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა, რომ ის რაც მანამდე იყო ორი სხვადასხვა მხარე, სახელმწიფოს მხარე და დაუშვათ კრიმინალური სამყაროს მხარე, დღეს არის ერთი მთლიანი რაღაც დიდი მაფიოზური სინდიკატი და ამ ყველაფერს და ამ შიდა გარჩევებს ვაკვირდებით, რომელსაც სასამართლოში მათ შორის ახლა ცალკეული ვერდიქტები გამოაქვთ, ხო? კრიმინალური ვერდიქტები გამოაქვთ მათ შორის სასამართლოსაც. მე კონკრეტული ადამიანების ბრალეულობაზე ვერ ვიმსჯელებ, იმიტომ რომ მესმის რომ ახლა მკვლელობა მოხდა, ჩვენ ნახეთ ამისი კადრები და ზოგადად ამ სასამართლოს მიმართ ნდობა არ არსებობს, თუ იქ არის პოლიტიკური ინტერესები კონკრეტული პირების მიმართ განსაკუთრებით, ის შეიძლება ძალიან ადვილად და მარტივად იყოს ხოლმე ინსტრუმენტალიზებული. ასე რომ ახლა ცალკეული პირების დამნაშავეობაზე და მათ სასჯელის ზომაზე მე ნამდვილად არ მგონია სწორი, რომ პოლიტიკოსმა ახლა გააკეთოს განმარტება. კი ბატონო გიორგი, მოდი გადავიდეთ საკითხზე, რომელიც იწვევს ძალიან დიდ ინტერესს, როდესაც საუბრობთ ფასების საკითხზე, ეს რაღაც ერთმანეთთან კავშირში და კორელაციაშია, ხო, ბევრი საკითხი სესხის თემა, რაელის ადამიანს, ანუ ნებისმიერ ოჯახს, ადამიანს აქვს კითხვა, როგორ შეუძლია მას მისი მომავლის განსაზღვრა, ხო, რა რისკები უნდა გაითვალისწინოს და დღეს ვნახეთ გადაწყვეტილება, როდესაც ეროვნული ბანკი გველაპარაკება გლობალურ შოკებზე და როგორც თქვენ ჩართვამდე საუბრობდა ფინანსისტი, ანუ ისინი მათ მთლიანად გამოტოვეს საკითხი, რომელიც ფულად საკრედიტო პოლიტიკის თავისებურებებს უკავშირდება, ანუ მთავარ საკითხად ომი და გლობალური შოკები დასახელდა და იყო ხაზგასმული, გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი და ითქვა, რომ ეს პრევენციული ხასიათის არის. აი, საერთო სურათში როგორ შეგიძლიათ რომ დაახასიათოთ ეს ვითარება, ხომ? დაპირებული გაიაფება, იქ საბანკო საკითხები, ეს რეალურად როგორ აისახება თითოეული მოქალაქის ყოფაზე? ქართულმა ოცნებამ თავისი მმართველობის აგერ უკვე თითქმის 14 წლიანი ისტორიის მანძილზე ბევრი რამ ისწავლა, ბევრი გამოცდილება დააგროვა, როგორ გამოიყენოს კონკრეტული საკითხები თავის სასარგებლოდ, საკუთარი მათ შორის პროპაგანდისტული და პოპულისტური მიზნებისთვის, თუმცა ეკონომიკა ნამდვილად არ არის მათი ძლიერი მხარე, იმიტომ რომ ეს ავანტურა, რომელიც პოპულისტური მიზნებისთვის წამოიწყეს რამდენიმე თვის წინ, გულისხმობ ფასების რეგულირებას, ხო, ძალიან ცუდად ბუმერანგივით თავად მათვე შემოუტრიალდათ ეს შოუ, სპექტაკლი, ხან მთავრობის ფარგლებში კომისიის შექმნა, პარლამენტში კომისიის შექმნა, სუსისთვის ამ დავალების განსაზღვრა, რომ ფასები უნდა დაერეგულირებინა, ეს ყველაფერი საპნის ბუშტივით გასკდა ბუნებრივია, იმიტომ რომ მას რეალური მიზანი არ ჰქონია და ვერც ექნებოდა ფასების რეგულირება. დიახ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აწუხებს, მაგრამ ამისთვის სახელმწიფოს თუ რაიმე შეუძლია გააკეთოს სახელმწიფო ჩარევის თვალსაზრისით, ხო, არის ის, რაზეც ჩვენ საუბრობთ, ხო, მაგალითად ძლიერი საქართველოს ლელო. ეს შეეხებოდა პირობითად
აქციზის გადასახადის 2017 წლის ნიშნულზე დაყვანას, ხო, დროებით გაუქმებას საწვავზე, რომელიც შეიძლება მართლაც გარე ფაქტორების გამო არის გაძვირებული მთელ მსოფლიოში, მაგრამ საწვავი არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კომპონენტი ფასწარმოქმნის პროცესში ნებისმიერ წარმოებაში საწვავი და ელექტროენერგიის გადასახადი, რომელიც ასევე 1 აპრილიდან არის 30%-ით გაძვირებული, ხო, ელექტროენერგიის ტარიფი. დამატებითი ღირებულების გადასახადის შემცირება, როგორც არის აპრობირებული მეთოდი ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანაში, იტალიაში, საფრანგეთში, მათ შორის სასურსათო პროდუქტებზე, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე და არა იმ რაღაცა სამომხმარებლო კალათის შექმნა, რომელიც დაანონსა რამდენიმე დღის წინ რამდენიმე მსხვილმა ქსელურმა მარკეტმა, რომლებიც ძალიან კარგად ვიცით ქართულ ოცნებასთან რომ არიან დაკავშირებული, მათი მსხვილი შემომწირველები რომ არიან და კომისიამ პარლამენტში დაასრულა მუშაობა, მეორე დღეს გამოვიდა ირაკლი კობახიძე და უნისონში ყველა ახვა ეხლა ამ საქმეში, იმიტომ რომ თვითონ კომისიის დასკვნითვე გაბითურდნენ, თავიდან ბოლომდე ჩაუვარდათ ეს სპეცოპერაცია, რომელიც არანაირ ეკონომიკურ გათვლაზე და რეალურ პროგნოზზე არ იყო გაკეთებული და ახლა გადაწყვიტეს რომ ნამუსი მოსწმინდოს მსხვილი ბიზნესის ამ ნაწილმა ირაკლი კობახიძეს და ქართულ ოცნებას, ხო? რაც შეეხება ამ ახალ გადაწყვეტილებას, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას 0.25% პროცენტული პუნქტით ზოგადად რა თქმა უნდა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა როგორც მექანიზმი ინფლაციასთან ბრძოლის წინააღმდეგ იყენებს ხოლმე ამ ხერხსაც მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გავითვალისწინოთ წინარე კონტექსტიც, ხო? ამდენი თვის განმავლობაში, როდესაც ფასების ზრდაზე საუბრობდნენ, იმას კი არ ამბობდნენ, რომ ეროვნულ ბანკს ხომ არა აქვს არასწორი პოლიტიკა და ინფლაციას საერთოდ არ ახსენებდნენ. პირიქით ამბობდნენ, რომ ამ ქვეყანაში ინფლაცია არ არის, ეკონომიკური ზრდა არისო და თურმე ქსელური მარკეტების რაოდენობა, საცალო მარკეტების ყოფილა თითქოს პრობლემა, რომელიც მერე თავადვე რამდენიმე დღეში გადათქვეს. მერე ფასებს ადარებდნენ, სად უფრო ძვირია ევროპაში, საფრანგეთში თუ საქართველოში და ჯერო ამბობდნენ საქართველოში კონკრეტულ პროდუქტებს რო ჩამოთვლიდა კობახიძე კატეგორიას პროდუქტებისას და ამბობდა აი სხაპასხუპით ეს უფრო ძვირია საქართველოში და ამდენი პროცენტითო მე აღმოჩნდა რომ პირიქით ყოფილა. შესაბამისად ეს ყველაფერი იყო ძალიან დიდი ფარსი და არავინ არ საუბრობდა არც ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზე, არც დაბარებული ყოფილა ამ კომისიის ფარგლებში ეროვნული ბანკის წარმომადგენლობა და დღეს ზრდიან ამ განაკვეთს რას ნიშნავს რეალურად ხო ჩვენი მომხმარებლებისთვის სამ ძირითად რამეს ხო პირველი ეს არის ის რომ ჩვენ პრაქტიკულად ყოველ მეორე ოჯახს საქართველოში 10,000 ადამიანს ვისაც აქვს სესხი რომელიც არის მიბმული რეფინანსირების განაკვეთზე პრაქტიკულად თვალიდან თუ დღეიდან გაუძვირდებათ უკვე ყოველთვიური გადასახადი ყოველთვიური გასავალი ყოველთვიური ხარჯი იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი ძვირდება, სასურსათო ინფლაცია მარტო 6% შეადგინა წინა თვეში. დიახ, ხო, ანუ რას ნიშნავს ეს? თუნდაც არ იყოს მნიშვნელოვანი რიცხვი, მაგრამ ანუ რა პერსპექტივა აქვს ადამიანს რეალურად და რა მოლოდინი უნდა ქონდეს, იმიტომ რომ მოლოდინების როლი საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი წამყვანია, ხო? მოლოდინი ეკონომიკაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი, დიახ. მოლოდინი და პროგნოზები, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეკონომიკაში. საერთოდ ეკონომიკა ძალიან მრავალი კომპონენტისგან შედგება, ხო? საუბრობდით გაზის საწვავის გადასახადის გაძვირებაზე, ელექტროენერგიის ტარიფის მომატებაზე, შესაბამისად წარმოების გაძვირებაზე, ლოგისტიკის მომსახურების გაძვირებაზე, რაც პირდაპირ ადამიანს აწვება საკუთარ ჯიბეზე, საქართველოს მოქალაქეს ახლა აი ამ გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთის გაზრდით იზრდება ბუნებრივია გადასახდელი ადამიანისთვის საბანკო მომსახურების, სესხების მომსახურების, ეს აწვება აგრეთვე ბიზნესსაც, ეს ძალიან უარყოფითად აისახება ინვესტიციების შემოდინებას, ჯერ რა ინვესტიციები შემოდის ჩვენ ქვეყანაში, ხო, ყველაზე მსხვილი პირდაპირ უცხოური ინვესტიციები პრაქტიკულად არ შემოდის ჩვენს ქვეყანაში და ის მაჩვენებლები, რომელსაც ეს მანიპულაციურად აფრიალებენ, არის რეალურად
არსებული ქართული ბიზნესის რეინვესტირება საკუთარ ბიზნესში, ხო? დივიდენდიდან და მოგებიდან, ხო? უცხოელ ინვესტორებზე რო საუბრობენ. ყველაზე დიდი საჩვენებელი ჰქონდათ არაბული ინვესტიცია, რომელსაც ძალიან კარგად ვიცით რა პრობლემებიც აქვს და რეალურად რა ფასთანაც გვაქვს საქმე, ხო? განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან. საწვავის ფასი ახსენეთ თქვენ ახლა აი ბოლო ინფორმაციით Business Press News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში ნათქვამია რომ ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოში საწვავის ღირებულება 47 თეთრიდან 1 ლარი და 24 თეთრამდე მოიმატა. ხო აქ ამბავი ის არის რომ ანუ ამ საგარეო ფაქტორს შეუძლებელია რომ ვინმე უგულებელყოს ეს საკითხი, ხო? იქიდან გამომდინარე რომ ჰორმუზის გავლით მსოფლიო ნავთობის მარაგის მეხუთედი გადის და აქ მთავარი ამბავი ის არის ხოლმე ხა რომ თქვათ სხვადასხვა რისკების შედეგად ფასი იზრდება და შემდეგ სტაბილიზაციას სჭირდება ძალიან დიდი დრო ან არც უბრუნდება ხოლმე იმ ნიშნულს და ამიტომ ლაპარაკობენ სწორედ სპეციალისტები რომ ფასებზე ზეწოლა გაგრძელდება. აქედან გამომდინარე აუცილებელია რომ აი ამ პერიოდში თქვენც და ანალიტიკოსებიც ამაზე ამახვილებთ ყურადღებას როგორც ხვდები რომ ხელისუფლებას გარკვეული გეგმა უნდა კონდეს რომ მოქალაქეს ვითარება შეუმსუბუქოს, იმიტომ რომ ამის შედეგი არის ის რომ ბოლო ერთ კვირაში საქართველოში საწვავის ფასი კიდევ 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა. ეს არის შემდგარი ფაქტი, რომელზე გამკლავებასაც ცდილობს თითოეული მოქალაქე ყოველდღიურად. კონკრეტულად საწვავთან დაკავშირებით ჩვენ ამასთან დაკავშირებით თავიდანვე განვაცხადეთ 2017 წლის ნიშნულს დაუბრუნდეს აქციზის გადასახადი, გაუქმდეს დროებით აქციზის გადასახადი საწვავზე. ჩვენ გვესმის რომ რამდენიმე მსხვილი ნავთობ კომპანია ოპერირებს საქართველოში და გასაგებია როგორც დგინდება შეიძლება საცალო ფასები, მაგრამ აქციზის გადასახადის შემცირება, თუნდაც დროებითი ღონისძიების სახით ან მისი სრულად გაუქმება არის ის ღონისძიება, რომელიც შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს იმისთვის, რათა ეს მის მომხმარებლებს არ დაეტყოს. საქართველოს მაცხოვრებლებს, საქართველოს მოქალაქეებს და მომხმარებლებს ბუნებრივია, მაგრამ ამის რეალური ნება ქართულ ოცნებას რომ ჰქონოდა და სხვა მიმართულებითაც შეეძლო საქართველოს მოქალაქეების ყულაბაზე და ჯიბეზე ზრუნვა, მაგალითად სახელმწიფო სერვისების მომსახურება უნდა მცირდებოდეს ნაცვლად იმისა, რომ იზრდებოდეს, იმიტომ რომ არანაირ ეკონომიკურ ტენდენციებს და ბაზრის განწყობებს არ ექვემდებარება სახელმწიფო სერვისები, იქ არც ნედლეულია, არც ლოგისტიკა სჭირდება მას და არაფერი სხვა განსაკუთრებული. ხო, ვიცით რომ ბოლო თვეების განმავლობაშიც ძვირდებოდა, მათ შორის ქორწინების გადასახადი ერთ-ერთი ბოლო ქორწინების რეგისტრაცია არის ერთ-ერთი ბოლო რაც გაძვირდა. 100-150-200%-ამდე არის ბოლო 3 წელიწადში. დიახ, პირადობის მოწმობის აღება, ქონების რეგისტრაცია, იპოთეკის რეგისტრაცია და ასე შემდეგ 200%-ამდე არის ზოგიერთ სერვისზე ტარიფი გაძვირებული და ამას აქვს მხოლოდ და მხოლოდ პრინტერის და საკანცელერიო ხარჯი, არაფერი განსაკუთრებული იქ არ მომხდარა. შესაბამისად, ქართული ოცნება უბრალოდ იტყუება და რეალურად ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ის არის თავისი არასწორი მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკით, თავისი ანტიეროვნული საგარეო პოლიტიკით, ანტიდასავლური პოლიტიკით, რომელმაც იზოლაციაში მოაქცია ჩვენი ქვეყანა და რომელიც ერთდროს იყო ისეთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც მთელი დასავლური სამყარო იმედით უყურებდა, მათ შორის მათივე მმართველობის პირველ წლებში, ხო? დღეს არის ყველაზე ბოლო ქვეყანა, ხო? ხედავთ რა ხდება მარტო ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში, როგორც უსაფრთხოების, ასე ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით და სომხეთში აგერ უმაღლესი დონის ევროპული პოლიტიკური სამიტი ჩატარდა. პირველად ჩატარდა მერვე სამიტი არის, რაც ეს არსებობს, ეს პოლიტიკური სამიტი და უკვე ის ტარდება ერევანში და მთელი მსოფლიოს ლიდერებს მასპინძლობს. ისევე როგორც მას შემდეგ რაც სომხეთმა მოახდინა მშვიდობის დამყარება ამერიკის შეერთებული შტატების და უშუალოდ დონალდ ტრამპის ძალისხმევით მეზობელ აზერბაიჯანთან გაიხსნა მისთვის უკვე სამხრეთის დერეფანი, სიუნიქის ეგრეთ წოდებული ძველი ზანგეზურის დერეფანი. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ხელშეკრულება აქვს, რომელიც უზრუნველყოფს ახლა სომხეთის უსაფრთხოებას, სახმელეთო ინფრასტრუქტურას და უზრუნველყოფს იმ კეთილდღეობას, რომელიც უკვე მოვიდა სომხეთისთვის. მსოფლიო ტექნოლოგიის ერთ-ერთი გიგანტი NVIDIA ხელოვნური ინტელექტის ქარხანას და ტექნოლოგიურ ქალაქს აშენებს სომხეთში, ხო? განსხვავებით ჩვენგან, სადაც არაბული ინვესტიციით იწონებს ქართული ოცნება თავს და გვატყუებს თითქოს ანაკლის სპორტში რაღაცა შენდება. მაშინ, როდესაც
6 წლის წინ უნდა შემოსულიყო პირველი გემი და ახლა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა საქართველოს სომხეთთან მიმართებაში შუა დერეფანი უკვე რომ მოქმედებდეს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ზღვაზე გასასვლელი და მას უკვე სახმელეთო ინფრასტრუქტურა უნდა ჰქონდეს დაწეული. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვიხარია ჩვენი ორივე მოძმე და მეგობარი ქვეყნის აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმატება, მაგრამ დღეს კიდევ არის გახსნილი ის ახალი შესაძლებლობის ფანჯარა, რომ ანაკლი სპორტი გახდეს კარიბჭე დიდი შუა დერეფნისა შავი ზღვიდან და ეს იმდენად დიდი ზეპარტიული და ყოველგვარ ბიზნეს პროექტის მიღმა არსებული პროექტია, საქართველოს უსაფრთხოების და ეკონომიკური კეთილდღეობის მოწყობის პროექტია, რომ ის აუცილებლად უნდა აშენდეს, მაგრამ ქართულ ლოცნებას როგორი რეალური ლებაც აქვს, ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიხილეთ. კი ბატონო, სხვათა შორის სომხეთი ახსენეთ და ის მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ერევანში გაიმართა, გიორგი, სხვათა შორის დღეს ვკითხულობდი სომხეთის საგარეო მინისტრის ერთ-ერთ ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას და აი ხშირად გარკვეულწილად პარალელს ვავლებდი თქვენი, ანუ ოპოზიციის მოწოდებებთან, რომელიც არის მიმართული ქართული ოცნებისკენ, ხო და აი რას ამბობდა ეს მინისტრი, რომ მოვახდინეთ დივერსიფიკაცია ბოლო წლებში, ანუ მთავარი საკითხი იყო ის, რასაც ამბობს, რომ რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება იყო ის მიზანი, რომელიც დაისახა სომხეთმა და ის ცდილობს, რომ ამ ფონზე რაღაცნაირად გავიდეს ფინიშამდე, შეამციროს ეს დამოკიდებულება, ამით გაზარდოს მისი უსაფრთხოების დონე შესაბამის ნიშნულამდე და ინტეგრირდეს, ასე ვთქვათ, დასავლეთთან მეტწილად, ხო? აი მთავარი ხაზი სწორედ ეს იყო, რაზეც აკეთებდნენ აქცენტს ამ და სხვა შეხვედრებზე სომეხი მაღალჩინოსნები, ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლები. მადლობა გიორგი, თუ გინდა კიდევ რამის თქმა შეჯამებისთვის თუ არა და ხო, ანუ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სომხეთის მაგალითი არის ძალიან აშკარა, გათვალსაჩინოება არის იმისა, როგორ შეიძლება სწორმა საგარეო პოლიტიკამ, მით უმეტეს რა მდგომარეობაში სომხეთი იყო, რომ დღემდე არის რუსული ბაზა იქ და პირდაპირ სომხეთი იყო რუსულ საგარეო ორბიტაზე, იყო ჩიხი, როგორ შეცვალა პოლიტიკა, არც ომი დაწყებულა იქ და ეს არის ის რეალური მშვიდობა განსხვავებით ქართული ოცნების ცრუ მშვიდობისა და დაშინებისა მოსახლეობის, რომ თითქოს რუსეთი გადავკლაპავს. როგორ მოახერხა ამის ფონზე ეკონომიკური განვითარება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ერთმანეთთან კავშირში. საგარეო პოლიტიკა და ეკონომიკური პოლიტიკა ერთმანეთისგან განუყოფელი არის და იმ ძალიან დიდ წარმატებას აღწევს და მიაღწევს სომხეთი დარწმუნებული ვარ მომდევნო წლებში, რომელიც აი ამ სწორმა ეროვნულმა და პროდასავლურმა პოლიტიკამ მოუტანა ამ ქვეყანას.